ეს გვაქვს კიდევ ერთი მოხსენება და ძელი ისეა, მაგრამ მე მგონი რეგლამენტს ვიცავ და ახლა ოსული იან უნია არის რეგლამენტს უწევს უბრალოდ იან ის მოხსენების თემა გახლავთ ისიქასტური ტრადიცია როგორც განხრობის ფილოსოფია. ხო. არის სრულდება პირველი სესია. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. მაღალ ყოველდღიურსა მეუფე ღირსო მამანო აკადემიის წევრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. როგორც გაჟღერდა უკვე თემის სათაურის შემდეგია ისიქაზმის ტრადიცია, როგორც განხრობის ფილოსოფია. შევეცდებით ჩვენ დღევანდელი მოხსენების ფარგლებში ქრისტიანული ფილოსოფიის ეს უმთავრესი ასპექტი გამოიკვეთოს, რასაც ვუწოდეთ კიდეც განხრობის ფილოსოფია. ზოგადად უპრიანი იქნება თუ ფილოსოფიის რაობის საკითხ შევეხებით, ოღონდაც ქრისტიანულ ჭრილში, ვინაიდან დღესაც ხშირია რიგ მეცნიერთა შორის დავა კამათი იმის თაობაზე არსებობს თუ არა საერთოდ ქრისტიანული ფილოსოფია. მათ ესახარება მსგავსად განაჩინებს. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ ხართ საფლავნი უჩინონი, კაცნი ზედავლენან და არა იციან. ბუნებრივია სახარებას გარკვეული ცნობის მოწოდება სურს ჩვენთვის. აი ბასილი დიდი როდესაც კანონარს ადგენს, წაუმძღვარებს ასეთ პრექველს. ბრძოლა ღირსია ან გვირგვინისა ან ტანჯვისა. ზოგადად მსმენელისათვის უნდა განიმარტოს, რომ ქრისტიანული ფილოსოფია იმთავითვე განსაზღვრავს თავისი მოქმედების არეალს. ეს არის განათლებულობისა და მწიგნობრობის, თუ კლიმენტი ალექსანდრიელისეული ტერმინით ვიტყვით, ჭეშმარიტად გნოსტიკოსის, ანუ ჭეშმარიტად განსწავლული ადამიანის სახე და ამ ადამიანის ცოდვიანობისა და გამოსყიდვის თემატიკა. ზოგადად სეკულარულსა და ქრისტიანულ ფილოსოფიასაც გააჩნიათ თანაკვეთა თემებისადმი. ბუნებრივია ეს თემები გადის ანთროპოლოგიურ ხაზზე. ადამიანის მიმართება საკუთარ თავთან, ადამიანის მიმართება გარე სამყაროსთან, ანუ სხვა ადამიანებთან და ადამიანის მიმართება სამყაროს საწყისთან. მაგრამ ვინაიდან ქრისტიანობა განკაცებული ღმერთის სიტყვის რელიგიაა და ფილოსოფია, რომელსაც კვლავ კლიმენტი ალექსანდრიელი ადასტურებს, იგი განსაზღვრავს თავისი მოქმედების არეალს შემდეგ თემატიკებში. ცოდვით დაცემის განცდა, პარუსია, იგივე გამოხსნა და საყოველთაო აღდგომა. თუ ჩვენ სეკულარული, ანუ ადამიანური მოდუსებით შევხედავთ ყოფით ცხოვრებას, მაშინ ინტელექტუალური ასპარეზი სფეროთა შორის აუცილებლად უნდა ეპყრას ფილოსოფიას, ვინაიდან ანტიკური განმარტებით ამ საყოველთაო წესდებით იგი არის სიბრძნის სიყვარული. მაგრამ თუ მას უპყრია ამ შემთხვევაში სეკულარულ ფილოსოფიაზეა საუბარი ჭეშმარიტება ხელთ და ადამიანურ ყოფიერებაში მას უნდა ეპყრას ისეთი იდეების მაფორმირებელი მექანიზმი, რომლითაც შემდგომ ნებისმიერი ადამიანი დაიწყებს გარკვეული იდეების აღსრულებას საკუთარ ცხოვრებაში, მაშინ ამგვარი ჭეშმარიტების მფლობელი დისციპლინა ვერ უნდა იყოს გადააზრებადი. ამას წმინდა ბასილი დიდი მკაფიოდ მიუთითებს და ამბობს მხატვრულად, რომ ფილოსოფოსებს ერთმანეთის დასამხობად თავიანთი თავებიც ეყოფათ და მათ განკითებას აღარ შეუდგება საკუთარ ტრაქტატში. ზოგადად ეს საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ ფილოსოფია ხასიათდება ორი ქვემიმდინარეობით. ეს არის საქმითი და ეს არის ჭვრეტითი. აი დღეს ჩვენ შევეხებით ისეთ საკითხს, რომელსაც ეწოდება ისიქია და ისიქასტური ტრადიცია, რაც ბერძნული ტერმინოლოგიით მყუდროებასა და მდუმარებას აღნიშნავს. და გაუსმევთ ხაზს იმას, რომ ქრისტიანული ფილოსოფია არამხოლოდ ჭვრეტით მოღვაწეობას ანიჭებს უპირატესობას, არამედ მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ჭვრეტითად აღსრულებული თეორიული მოღვაწეობა იმთავითვე აუცილებელია, რომ პრაქტიკაში იყოს აღსრულებული. არსებობს ასეთი ტრაქტატი წმინდა თეოდორიტე კვირელის ავტორობით სირიელ მეუდაბნოეთა ცხოვრება, სადაც
აღწერილია ერთ-ერთი მოღვაწის სახელად თალალას ცხოვრება და ბოლოს, როდესაც შეჯამების სახით უნდა ითქვას ამ მოღვაწის შესახებ გამოკრებილი ცნობები, თეოდორიტე კვირელი იხსენებს მისი ბიოგრაფიის ერთ კონკრეტულ მომენტს, როდესაც იგი ფხიზლობითი ჭვრეტის ჟამს ეშმაკების წინააღმდეგ სულიერ ბრძოლაში იმყოფებოდა და თეოდორიტე კვირელი ამბობს შესაბამის ფრაზას. ამგვარად მოღვაწეობდა ფილოსოფიის ათლეტი. ათლეტესტეს ფილოსოფიას. ათლეტეს ნიშნავს მოასპარეზეს და ქრისტიანობა ეს თანამედროვე გაგებით ათლეტი ბუნებრივია მსმენელს ესმის, რასაც ნიშნავს. ქრისტიანობა ამ კონკრეტულ ტერმინში დებს უკეთურებასთან მებრძოლი და უკეთურების წინააღმდეგ ამხედრებული ქრისტიანი ფილოსოფოსის სახეს. ზოგადად მდუმარება ეს ისიქია ჩვენ რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, არც ძველი აღთქმისთვის არის უცხო. როდესაც მოსე წინასწარმეტყველი დუმს, მისადმი გაისმება უფლის ხმა, რასა ხმობ ჩემ და მომად. დუმილი არის ქრისტიანობის ისეთი მომენტი, რომელიც აყალიბებს ლოცვითი პრაქტიკის ყოფობას, რომელსაც ჩვენ დღეს შევეხებით. აი ანტიკურობაშიც არსებობდა, შესაძლოა მამას კითხვა გაუჩნდეს, ეს დუმილი ზოგადი ადამიანური მომენტია და მაინც და მაინც რატომ ისაკუთრებს ქრისტიანობა მით უმეტეს ლოცვითი პრაქტიკისას. ერთ-ერთი ყველაზე სპირიტუალური ფილოსოფოსი ანტიკური ხანისა გახდათ საყოველთაოდ ცნობილი პითაგორა. მის სკოლაში არსებობდა ასეთი მიღების წინაპირობა, რომ დაინტერესებულ ადამიანს 5 წელი მდუმარებაში უნდა დაეყო, შემდგომ შეიმოსავდა თეთრ სამოსელს და აღასრულებდა გარკვეულ წესჩვეულებებს. მაგალითად, ისეთ უცნაურ წესჩვეულებას, რომელიც კრძალავდა ლობიოს პარკუჩზე შიშველი ხელებით შეხებას. აი პითაგორა ბუნებრივია ეს ანტიკური ხანის ფილოსოფოსია და თუ ლოსევის შენიშვნას მოვიშველიებთ, რომ არ შეიძლება ანტიკურობაზე ისე საუბარი, რომ მასში საკუთრივ წარმართული და ანტიკური არაფერი დარჩეს, ბუნებრივია იგი წარმართობის ფარგლებში დარჩება, მაგრამ საინტერესოა ფილოსოფიური კუთხით, რომ იგი იყო ერთადერთი პლატონთან და სოკრატესთან ერთად, ვისაც ჰქონდა სასჯელის განცდა. პითაგორას სჯეროდა ეგრეთ წოდებული მეტემფსიქოზის, ანუ სულთა გადასახლებისა. თანამედროვე ტერმინოლოგიით საზოგადოება მეტადრე ეს საკითხი იცის როგორც რეინკარნაცია. ერთ-ერთი ასეთი ბნედის ჟამს დიოგენე ლაერტელი იხსენებს მის ცნობილ ტრაქტატში, რომ თურმე პითაგორამ მოიხილა ჰადესი, სადაც იხილა ჰესიოდესა და ჰომეროსის სულები, რომლებიც რკინის ძელზე იყვნენ ჩამოკიდული და გარს გველები ეხვინენ. და პითაგორა შემდეგ სიტყვებს ამბობს: მე ვნახე მათი სასჯელი და ისინი ისჯებოდნენ იმის და გამო, რაც კი ღმერთთა შესახებ ცრუდ უმეტყველიათ. ბუნებრივია მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ტერმინ ღმერთში არ უნდა ჩადოს ის გაგება, რასაც ჩვენ ქრისტიანები ვდებთ, მაგრამ ეს სასჯელის განცდა ფილოსოფიური კუთხით არის უმნიშვნელოვანესი. იმიტომ რომ თუ მარტივად გსურს ქრისტიანული ფილოსოფიისა და სეკულარული ფილოსოფიის გამიჯნავი მომენტი დავძებნოთ, ეს უთუოდ იქნება ცოდვის განცდა და ისეთი ცოდვის განცდა, რომელიც ინდივიდუალობის გამოხატვას ექვემდებარება. მაშინ, როდესაც ქრისტიანობა აღიარებს ერთადერთ ინდივიდუალიზმს და ეს არის კონკრეტული, უნიკალური, ინდივიდუალური ცხონების გზა და პერსპექტივა. როდესაც ქრისტიანობა ცდილობს განსაზღვროს ქრისტიანი ფილოსოფოსის სახე და ფიგურა, ის მიდის მონასტრულ ცხოვრებამდე და ჩვენი დიდი მოღვაწე ეფრემ მცირეც მის ერთ-ერთ კოლოფონში მსგავს რამეს ამბობს. ჭეშმარიტად ფილოსოფოსად, ესე იგი არ სიბრძნის მოყარებად, არა ეგოდენ წარმართა მესიბრძნეობასა, არამედ ჭეშმარიტსა მონაზონობასა სახელედების. კარგია, რომ გვესმოდეს, რომ ქართულმა ფილოსოფიამ, რომელსაც თამამად შეგვიძლია ამ თარგმნელობით ტრადიციას ქრისტიანული ფილოსოფია უწოდოთ, მართებულად გაიაზრა ქრისტიანული და სეკულარული ფილოსოფიის იდეის გაგება და ექვთიმე ათონელი, როდესაც თარგმნის გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიებს, იგი განასხვავებს ტერმინულად ფილოსოფიის ორ გაგებას. ერთი ეს არის ფილოსოფია, რაშიც იზრდებს იმ განაზრახს, რომ ეს ქრისტიანული კუთხით, ანუ ჭეშმარიტი ცოდნის კუთხით არის გაგებული, ანუ იმ კუთხით, რასაც წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტეს მიმართ, რომ იგი არის ძალი და სიბრძნე იგი მამისა და ვინაიდან
ფილოსოფია სიბრძნის სიყვარულია, ქრისტიანის მიერ განჭვრეტილი ეს ტერმინი ქრისტეს მოყვარეობას აღნიშნავს, ანუ ფილოქრისტიას. აი ექვთი მეთაწმინდელი, როგორც მოგახსენეთ, გამოყოფს ორ ტერმინს. ერთი ეს არის ფილოსოფია, ქრისტიანულად გაგებული და მართებული ფილოსოფია და მეორე ეს არის ფილაფოზობა. იგი ასეთ გრიგოლ ღვთისმეტყველის ასეთად თარგმნის. დღეს მართლმადიდებლობით გამოვიტყოდით. გრიგოლ ღვთისმეტყველის ერთ-ერთი პოლემიკური საუბარია ანტიკურ ფილოსოფოსთან. ხვალ კი შენ ფილაფოზობით ხელოვნებდი. ჩვენი სიტყვანი საიდუმლონი არიან, შენი კი ურაპარაკთა შეეტყუებიან. კარგი იქნება ჩვენ თუ გავიხსენებთ ისევ ძველი აღთქმა ვახსენეთ იაკობის ცნობილ შერკინებას უფლის ანგელოსთან. ცნობილი განმარტებით იაკობს, როდესაც ღმერთი უწოდებს სახელს ისრაელი, ეს ნიშნავს ღმერთთან მებრძოლს, მაგრამ აი წმინდა მაქსიმე აღსარებლის განმარტებით მას ეწოდება ტერმინი ისრაელი განიმარტება როგორც გონება ხედველი ღმრთისა. აქ საოცარი მომენტია და წმინდა მაქსიმე აღსარებლის განმარტებით მამათმთავარი იაკობი ებრძვის ესავის მფარველ ანგელოს, რომელმაც ბუნებრივია მისი ბუნებითი დადგენილებით ესავის გულისთვის უნდა ილოცოს ღვთის წინაშე. ანუ იაკობი ცდილობს იმ სამამამთავრო კურთხევას, რომელიც მას დაბადებით შობითად არ ეკუთვნის, ლოცვითი პრაქტიკით გამოითხოვოს. და ეს რომ ეს არის გონება მხედველი ღმრთისა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ფილოსოფიისათვის, იმიტომ რომ ქრისტიანულ ფილოსოფიას შემოაქვს ლოცვითი და სუნთქვითი პრაქტიკები, რომელსაც ხშირად სეკულარული ფილოსოფოსები აწერენ ხოლმე ფათა იოგას ან პატანჯალა იოგას ტექნიკებს. არსებობს ჩვენ გრიგოლ ღვთისმეტყველი ვახსენეთ. არსებობს ფილოსოფიური ორი ტერმინი, რაც არის მაკროკოსმოსი და მიკროკოსმოსი. მიკროკოსმოსი გულისხმობს მცირე კოსმოსს, ანუ ადამიანს, მცირე წესრიგს. მაკროკოსმოსი გულისხმობს უკიდეგანო კოსმოსს, იმ კოსმოსს, რაშიც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი იმყოფება. და დიდი სურპრიზი არ არის თუ ვიტყვით, რომ ჩვენ ანუ მცირე წესრიგი, მცირე კოსმოსნი ადამიანები ვიმყოფებით ამ უკიდეგანო კოსმოსში. მაგრამ სურს რა ადამიანის შინაგანობის და პიროვნების უმაღლეს წვერვალზე განწვალვა, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამ ორი ტერმინის იერარქიულობას ატრიალებს და ამბობს, რომ ადამიანი არის დიდი სოფელი მცირესა შინა, ანუ მაკროკოსმოსი მიკროკოსმოსში. და ეს ბუნებრივია ჩვენი ბუნებითი მდგომარეობა, ვინაიდან ჩვენში არსებობს ის პიროვნული მდგომარეობა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გარკვეული საგნების წარმოქმნა, გარკვეული ეპოქების ერთმანეთთან გადაჯაჭვა და დროის ფაქტორის საერთოდ მოხსნა. აი ჩვენ თქვით სუნთქვითი ვარჯიშები. ისიქასტური ტრადიცია, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, გულისხმობს ეს მე-12-მე-13 საუკუნიდან იღებს სათავეს, რაც ჩვენ შეგვიძლია ტექსტუალურად დავადასტუროთ, მაგრამ არის შესაბამისი თეოლოგიების კვლევები, როს უადრესი პრაქტიკაა. პრაქტიკა შემდგომში მდგომარეობს. მოღვაწე, რომელიც მოსურნეა იესოს ლოცვა აღასრულოს, იესოს ლოცვას შეგახსენებთ, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი, მან ნიკაპი უნდა მიაყრდნოს მკერდს, შეეცადოს თავისი თვალები ამავდროულად მიაპყრობს მუცლის არეში, დაახლოებით ფიზიონომიურად ჭიპის არეში. და საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიით სცადოს საკუთარი გონება მოაქციოს გულში. აი, როდესაც ისიქასტური ტრადიციის ერთ-ერთ ყველაზე მართკვეთილ დამცველს წმინდა გრიგოლ პალამას ეპაიქრებოდა ცნობილი ფილოსოფოსი სკალაბრიელი ბერი ვარლაამი, აი იქ ვარლაამი ისიქასტ ბერებს დაცინვით ეძახდა ჭიფში მაცქერავთ. მას პირდაპირ გაგებით ჰქონდა ეს ტექნიკა გაგებული, რომ პიროვნება მუცლის არეში უნდა უცქიროს, თორემ ისე ვერ ილოცებს. არადა ქრისტიანული პრაქტიკა ამ ისიქასტური ლოცვისა გულისხმობს სუნთქვით პრაქტიკებს და ჩვეულებრივი ფიზიონომიური მონაცემია, რომ ნებისმიერი სუნთქვითი ვარჯიშის აღსრულებისას შესაძლებელია ფილტვის შეკუმშვა გამოკუმშვით, სისხლის მიმოქცევისა და პულსაციის რეგულირება. აი ამ პულსაციის რეგულირებით ხდებოდა საკუთარი გონების დამშვიდება
კონცენტრირება ერთ კონკრეტულ საკითხზე და გონების გულში მოქცევა. მე ხშირად მონასტრის წევრთაგანაც მსმენია გაკვირვება, რომ როგორ შეიძლება პიროვნებამ გონება გულში მოაქციოს, ვინაიდან ეს ორივე ცალკე პოსტულატად გაიგება, როგორც ქრისტიანობაში, ასე სეკულარულ ფილოსოფიაში. მაგრამ ამას საინტერესოდ სცემს წმინდა მაკარი ალექსანდრიელი პასუხს და ამბობს საოცარ სიტყვებს. და იგი ეყრდნობა მოციქულის სიტყვებს, რომ ადამიანის სხეული არის ტაძარი სულიწმინდისა და ვინაიდან ადამიანის სხეული ტაძარია სულიწმინდისა, მაშინ მაკარი ალექსანდრიელის მითითებით ადამიანის გული საკურთხეველია, მაშინ წირველი კი არის გონება. აი თუ ჩვენ გავიხსენებთ წმინდა გრიგოლ ნოსელს და მის საოცარ ტრაქტატს სათნოებითი მოღვაწეობის შესახებ, ანუ მოსეს ცხოვრება, იგი მოსე წინასწარმეტყველის მაგალითს აღწერს განხრთობის მარადიულობას. როდესაც წერილი გვაუწყებს, რომ მოსე წინასწარმეტყველი წყდიაჩი შედის, გრიგოლ ღვთისმეტყველი საღვთო წინარე განგების მოსურნე და განმარტებელი ამბობს, რომ მოსე წინასწარმეტყველი შედის შეუქმნელ კარავში. კარავი ჩვენ ძველი აღთქმიდან ვიცით, რა დაგეგმარებისა იყო და წმიდათა წმიდაში შესვლა ღვთელმთავარ შეძლო მხოლოდ წელიწადში ერთხელ. სხვათა შორის აღნიშნული დაგეგმარება ბასილი დიდმა მეოთხე საუკუნეში აღადგინა, როდესაც გრიგოლ ღვთისმეტყველის გადმოცემით მან ილოცა ღვთის წინაშე, რათა წირვის წესგანგება ტექსტად ჩამოეყალიბებინა და საკურთხეველი სამსხორპლო, ანუ ეს წმინდათა წმინდა, გამოყო კრეცაბელითა და კანკელით. ასეთი კრეცაბელი და კანკელია ისიქასტურ ტრადიციაში გულის სივრცე, რომელშიც მწირველი გონება უნდა ჩავიდეს, იმიტომ რომ აბბა თალასეს შესიტყვებით მონაზონი არის გონება, მონაზონი იგი გონებაი არის. სუნთქვითი პრაქტიკები დღესაც, როდესაც მსგავსი პოლემიკები მიმდინარეობს ხოლმე, როგორც გითხარით, იოგას რიგ მიმდინარეობებზე თითქოს ბმებს ახდენს ხოლმე ინტელექტუალურად. მაგრამ შეგახსენებთ საუფლო ტეტრაგრამატონს, ანუ იმ ყოფიერებით სახელს, რომელსაც ღმერთი თავად განუკუთვნებს საკუთარ თავს. მე ვარ ღმერთი მყოფი, რომელი ვარ, რომელიც გამოითქმება 4 ტეტრაგრამატონით. ეს არის IHVH. აი იუდაურ ტრადიციაში, თალმუდის ტრადიციაში, ეს ბუნებრივია ქრისტიანთაგან გასაზიარებელი არ არის, მაგრამ სუნთქით პრაქტიკებსაც ეხება ერთ-ერთი მსჯელობა. და ეს IHVH, ეს ტეტრაგრამატონი გაგებულია როგორც ადამიანის სუნთქვის ფონოგენური ხმა. ანუ როდესაც ადამიანს სხვა ცოცხალი ორგანიზმებისაგან განსხვავებით უშუალოდ ღვთის მიერ შთაებერება მაცოცხლებელი სული, აი თალმუდის განმარტებით ეს მაცოცხლებელი სუნთქვა, რასაც ნებისმიერი ადამიანი განგრძობითად აღასრულებს თავის ცხოვრების განმავლობაში, თურმე ღვთის სახელს, ანუ ამ ტეტრაგრამატონს ამოისუნთქავს და ჩაისუნთქავს. ზოგადად განხრთობის საკითხი ჩვენ ვახსენეთ და უნდა იყოს განმარტებული, რომ განხრთობის საკითხი უთუოდ მიბულია განსაცდელი საკითხთან. დღეს სამწუხაროდ დროებაა შექმნილი იმგვარი, არა მარტო ყოფითი კუთხით, არამედ ინტელექტუალური კუთხით, რომ ის ინდივიდუალობა, რაც ვახსენეთ, გამორიცხავს ღვთის არსებობას. და მე მოკლედ შეგახსენებთ და შევეცდები საბოლოო შეჯამება შემოგთავაზოთ. როდესაც ხალხი, ებრაელი ხალხი გადაწყვეტს, რომ მათ მეფე აირჩიონ, წინასწარმეტყველი სამუელი დაღონებულია და ღვთის წინაშე ილოცებს. მაგრამ ღმერთი მას გაუმხელს, რომ მისცეს მის ხალხს, რაც კენებოს, რადგან მათ ამ სიტყვებით, რომ მათ მეფესურთ, წინასწარმეტყველი კი არ უარყვეს, არამედ უარყვეს ღმერთი თავიანთ მეფედ. აი დღევანდელი ინტელექტუალური ყოფა მსგავსად შეიძლება დახასიათეს, რომ თუ ღმერთი არ არსებობს, შესაბამისად ვერ იარსებებს უფლისწული. ის, რაზეც დოსტოევსკი ხუმრობით მიანიშნებდა თავის ჩანაწერებში, რომ ადამიანი არის ცარევიჩი, ანუ უფლისწული, მეფის შვილი. და ქრისტიანობა ამგვარად მოღვაწეობს ადამიანის ყოფიერებაში და მისი ანთროპოლოგია დასაბამობს ამ საკითხზე, რომ შესაქმის გვირგვინმა უნდა დაიბრუნოს ეს მეფობის ტახტი, როგორც ქართველი მოღვაწე საბა სვინგელოზი ამბობს, ადამიანი უნდა იქნეს ქრისტეს მეფობისა თანახად. მაგრამ ასევე კირილი ალექსანდრიელი
ზიარების შესახებ ამბობს საოცარ სიტყვებს, რომ ადამიანი უნდა იქმნეს თანა ხორცს და თანა სისხლს ქრისტეს მეუფებისა. აქედან გამომდინარე ეს მაცხოვრის ჩანაფიქრი ადამიანის ცხონებისა ბუნებრივია, მიბმულია განსაცდელს, იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი მოღვაწეობით ცხონება. და თუ ცხონების პერსპექტივაზე ვიტყვით, თუ მაგალითად იმ სუნთქვით ვარჯიშებს, რომელსაც იოგას აწერენ დღეს მეცნიერები, მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანის განხრობა შესაძლებელია და შესაძლებელია სასრული ფორმით. მაგრამ ქრისტიანობას შემოაქვს იმგვარი ფილოსოფიის გაგება, რომელიც ამ ქვეყანაზეც მოქმედებს მარადისობის პერსპექტივით და მარადიულია დაუსრულებლად. ადამიანს განხრობა შეუძლია მხოლოდ ღვთის ენერგიებით. ეს არის დაუსრულებელი პროცესი. აი გრიგოლ ნოსელს აქვს იდეა ღვთის უსასრულობისა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი ღმერთს ვერასოდეს ვერ შეიმეცნებს. აი ამგვარივე ანთროპოლოგიური იდეა ქრისტიანულ ფილოსოფიას ადამიანის მარადიული უსასრულობისა, რომ იგი მარადის მოწადინებული უნდა იყოს განხრობისაკენ. აი ეფრემ კატუნაკელი განსაცდელზე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ. თავის საწოლს ეძახდა ტკივილების საწოლს. აი დიდი ბერი იოსებ ისიქასტიკი, რომელიც ქრისტიანული ფილოსოფიის პრაქსისით აღსრულებელი იყო, ამბობს შესანიშნავ ფრაზას: მე ჩემს ყველაზე დიდ განსაცდელებში ყველაზე დიდი ნუგეში მივიღე, ვინაიდან ქრისტეს ეწოდება დიდი იგი მკურნალი ქრისტე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. I just want to do
მადლობას გიხდით ეუფე. შესანიშნავი და სწორი აქცენტი იყო, რომ ადამიანი პიროვნება თუ მოიწადინებს ერთ დღესაც, რომ მსგავსი სუნთქვითი პრაქტიკა აღასრულოს ლოცვასთან ერთად, ბუნებრივია ლოცვას გააჩნია საფეხურები, 4 გვარი გამოვლენებაც კი არსებობს ლოცვის და მას უბრალოდ ხელში შეერჩება ამ პრანაიანას და ასე ვთქვათ პატანჯალა იოგის უბრალოდ სუნთქვითი ტექნიკა, რომელსაც მსმენელისათვის ვიტყვი, რომ შემდგომ სხვადასხვა პოზაში დგომები უნდა მოყვეს, თორემ მასაც არ აქვს ასე ვთქვათ საბოლოო მიზანი. სუნთქვის შესახებ წმინდა გრიგოლ მოსელი, უпростоრად გრიგოლ სინელი, 13 საუკუნის მოღვაწე და თანამედროვეობაში ჯერ კიდევ არ არის კანონიზირებული ემილიანე სიმონა პეტრელი მსგავსად მოგვიგებენ, რომ სუნთქვითი ვარჯიშის ერთადერთი მომენტია, რომ ადამიანმა სუნთქვას, ანუ ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას უბრალოდ აუწყოს იესოს ლოცვა. ეს იყოს ამ შემთხვევაში დავარქვათ მექანიკური გამეორებისათვის სასარგებლო დამხმარე, რომ ვინაიდან ბუნებრივად ჩვენ ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ ისე რომ არ ვფიქრობთ, აი ვცადოთ და ამას ავუწყოთ ლოცვა. ბუნებრივია ქრისტიანობა ამ სუნთქვით პრაქტიკას უბრალოდ ტექნიკად იყენებს, რადგან მთელი გულით შეძლოს და წარმოითქვას იესოს ლოცვა. აი, როდესაც წმინდა მაქსიმე აღსარებელი ეხება მოციქულთა მოღვაწეობის საკითხს, ის ამბობს საოცარ რამეს, რომ ადამიანს შეუძლია იერარქიულად განხრთობა და შეუძლია უბრალო მორწმუნეს ჯერ იქნეს მოწაფედ ქრისტეს, ანუ მისი მცნებების აღსრულებლად და მოწაფეს შეუძლია რომ იქცეს მოციქულად. აი მოციქულებისადმი კი სხვათა შორის ზუსტად იმ მოციქულებისადმი, რომელმაც ცოტა ხნის წინათ თაბორის შეუქმნელი ნათელი იხილეს, გეცამანის ბაღში მათადმი გაიცემა ერთადერთი კურთხევა, დაადგერით აქა და იფხიზლით. აი სუნთქვითი პრაქტიკა არის უბრალოდ მომენტი ადამიანის ცხოვრებაში, რომ მას არ მიეცეს მოდუნების საშუალება და იესოს ლოცვა შეძლოს და გაიმეოროს მოუკლებლად. ეს სუნთქვითი პრაქტიკა ადამიანს ეხმარება იმ ღვიძარებაში, რომელიც შესაძლებლობას მიცემს, რომ როდესაც ქრისტე ამბობს, რომ სასუფეველი ღვთისა შორის თქვენს არს, აი ეს გული ამ კუთხით იყოს გახსნილი, რომ სუნთქვით პრაქტიკამ არ დარჩეს იოგას ფარგლებში და მთელი კონცენტრაცია მოახდინოს იესოსადმი მიმართულ იესოს ლოცვაზე, სადაც უმთავრესია იესოს ქრისტედ აღიარება და საკუთარი ცოდვიანობის განცდა და არა ის რამდენჯერ ჩავისუნთქეთ და მოვისუნთქეთ. ისიკასტური პრაქტიკა ყველასთვის არის. მაგალითად, წმინდა გიორგის ცხოვრებიდან გამომდინარე, შეიძლება პირობი გავასვათ, რომ ის ამ ფორმას არ მისდევდა. არის მოწამლობელი გზარი, აფსარებული გზა არის, მოშოვნეობის სხვადასხვა მიმართულებები, ასე რომ ჩემი აზრით მე ესე გავიდო, ეს ყველასთვის აუცილებელი რა თქმა უნდა არ არის და თუ ესეთი პრაქტიკა იქნება, ეს რა თქმა უნდა კურთხევის გარეშე წარმოვიდგინე. ზუსტად ეს არის წინა ჩემი მოსენება კურთხევას ეხება. ყველა საქმე მათ შორის ეს პრაქტიკაც უნდა იყოს კურთხევის შეგეგებული, ისიც სები ძალიან დიდი გამოწვევის შემდეგ. ეს არ კითხვა არის, რომ მოსაზრებად კი, ორიოდე სიტყვით გამოგეხმაურებით, მეც სხვათა შორის საინტერესო არის, რომ ერთადერთი მოღვაწე ამ ისიქასტური ტრადიციისა ამბობს ესეთ სიტყვებს, წმინდა გრიგოლ პალამაზია საუბარი, რომ იგი თხოვს ერისკაცსაც ამგვარ მოღვაწეობას. ეს არის უნიკალური მომენტი, სხვაგან ჩვენ ასეთი მოწოდება არ გვხვდება ერისკაცთათვის. აი ჩვენ თუ გავიხსენებთ სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მცირე ზომის შრომას სამგვარი ლოცვის შესახებ, იქ პირდაპირ არის მინიშნებული, რომ არსებობს ლოცვის ეტაპები. პირველი ეტაპი არის, რომ ადამიანი ტექსტს კითხულობს ბუკვალურად. და ეხლა უკმაყოფაში არ ჩამომართვას შესაძლოა ლოცვის ტექსტის ნაცვლად, მათ რომელიმე მხატვრული ტექსტის დაიდოს და ამათ შორის გამრჩევადობა არ იქნება. ის უბრალოდ ბუკვალურად გაიგებს ტექსტის მკითხველი იქნება. მეორე ეტაპი არის, როდესაც ამ ტექსტს მიყვება შინაარსობრივად და საკუთარ ცხოვრებას უსადაგებს და ცდილობს საკუთარი გულით აღმოთქვას ეს კონკრეტული შინაარსის მქონე ლოცვა. და მესამე ეტაპი არის ცნობილი აპოფატიკური მდგომარეობა მდუმარებისა, როდესაც
აღნიშნული ლოცვის სიტყვები იმთავითვე იქცევა ადამიანის ბუნებითად წარმოთქმულ სიტყვებად და მას ეს კონკრეტული ლოცვითი სიტყვები აღარ ჭირდება, ვინაიდან საკუთარი სული უკვე მოწადინებულია, რომ ამგვარი სიტყვები აღმოითქვას ღმერთისადმი. ამიტომაც ბუნებრივია, თუ არსებობს ასეთი ლოცვითი იერარქია, ერისკაცს ბუნებრივია ვერ მოეთხოვება ასეთი სიმაღლეები. მაგრამ ერთადერთი შემთხვევა მე რაც მოგახსენეთ, წმინდა გრიგოლ პალამა, რომელიც ერისკაცსაც აძლევს კურთხევას, რომ მსგავსი ღვაწლი აღასრულოს, ბუნებრივია ალბათ უნდა ვიგულისხმოთ სამართლიანად, რომ ეს უნდა იყოს დატევნისამებ და ბუნებრივია ეს უნდა იყოს სულიერი მოძღვრის კურთხევითურთ. რადგან ივანე სინელი ამბობს, რომ მორწმუნე ადამიანს ისევე ჭირდება მოძღვარი, როგორც ფარაონთა ტყვეობიდან გამოქცეულ ისრაელერს ჭირდებოდა მოსე წინასწარმეტყველი. დიდი მადლობა. Good.